ქართულმა ოცნებამ დაიჭირა ის ნარატივი, რომ თვითონ არის ამ მშვიდობის გარანტი. მე ვიყავი, კი, ანუ მე ვიყავი 2017 წელს ვიყავი მცხეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. აი ხა მაგალითად ჩემი მართლმადიდებლობა რაღაც კუთხით იმ წამოვიდა, რომ აი მაგალითად ამას რა უნდა ტელევიზორზე ამ ფორმულაზე თუნდაც არ არის ვინ მიიყვანდა. ხელი გამოსვლა ხო საერთოდ პოსტები. ხაწერით რო ყოფილიყო ვიცოდი რომ არ გაუშვი. აი საერთოდ მივედი ერთ ჟურნალისტთან ჩაგეწერება მეთქი. ის მიხედვით არჩევენ სიმართლე რო გითხრა მაგას ვერ გიტყვი. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები უნდა დასვა ერთ სივრცეში, რომ საზოგადოებამ დაინახოს რეალურად სიმართლე რომ მხარეს დგას. აი ძალიან ბევრი დააგროვა გახარია სათქმელი ზოგადად და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ოცნებამ ამ ოპოზიციას აჯობა. ეხლა მეც ბევრი მიწერს ხოლმე, რომ აი იმედია არ გაიყიდები შენ. აი კრიტიკაზე როცა მიდის საუბარი ყველას ისეთი განცდა აქვს, რომ ეს უნდა იყოს აი რაღაცა შეურაცხყოფაზე მიდიხარ ნებისმიერ შემთხვევაში, აი ჩაგრავ, ამუნათებ, აი ხო უნდა ვიცოდეთ ვიღაცა ფაქტია, რომ ორმაგ თამაშს დამტაშობს. ან გონია რომ ჩვენ ხარ ეს არის უწრფელი დიალოგი და დაუფარავი კითხვები. საზოგადოების ხმა გვიყურეთ ორშაბათს 22 საათზე სოციუმის პირდაპირ ეთერში.